21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე 50-მდე ადამიანი ცხოვრობს. თითოეული მათგანისთვის წლის განმავლობაში ჯამში 1000 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული. ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის დიანა ბერიძის განცხადებით 1000 ლარიდან 500 ერთჯერადი ფულადი დახმარება, ხოლო 500 გაიცემა გამოკვლევების ან თუნდაც მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად. როგორც იცით, 21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, რომელიც დაწესებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2011 წლიდან, ხოლო ამ აღნიშვნას შეუერთდა საქართველო 2012 წლიდან, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც. ამ დღეს გარკვეულწილად არა მარტო ამ დღეს მხარდაჭერას უცხადებს ამ კატეგორიის ადამიანებს და აქვთ გორის მუნიციპალიტეტთან დახმარება წელიწადში 1000 ლარის ფარგლებში. აქ არის 500 ლარი ერთჯერადი გასაცემელი, მეორე 500 ლარი სხვა დანარჩენი საჭიროების მკურნალობის მიმართულებით. აღრიცხვაზე გვყავს 50-მდე ბენეფიციარი და ესენი ყოველწლიურად სარგებლობენ მუნიციპალური პროგრამით.